სამაგით. რაღაცები ვიყიდე. დღეს ავიწყებ გაკეთებას. მაგრამ გაზი მაქვს დასაყენი. მოკლედ გაზიც გასასვლელი ვარ. მოვედი. აქვე ვიყავი, კარფურში ჩასული. ჩვენთან არის ახლოს. ვფიქრობდი, მე ყიდა ის, ანუ რა ყიდიან რა ხორცი, ფარში იქვე რო ატარებინებ, მაგრამ რაღაც ამბოლხებში ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი მაგ ფარშების მიმართ, იმიტომ რომ გემო არ მომეწონა, ერთხელ ვიყიდე 10 ლარის იყო რაღაცა და საერთოდ არ გავდა ძროხის ხორცის გემოს და 1000 ეჭვი გამიჩნდა და მოკლედ ეს აპრობირებ ეს ფარში ვიყიდე, შერეულია და ამითი გავაკეთებ გუფთას. წვენილები, წვენი ხახვი და ეს ოქრახუში, ეს კარფურში, ეს კომბოსტო, ომისთვის, გარუხი ოლივიესთვის, ბევრი გარუხი, მჟავე კიტრი გუშინ ჩვენთან ვიყიდე მაღაზიაში, კაი კიტრი აქვს, დიდი ქილაა და ხსნიან და იმას მე წონით ყიდია. მოკლედ კარტოფილი ვიყიდე. სტაფილო და ისინი მაქვს, ეხლა მგონი კვერცხის დამატება დამჭირდება. და ეს იყოს აქ. ჯერ რაც გამიხდიო და ეს ჩვენთან ვიყიდე. დიდი მაიონეზი. რაც დარჩება, ნუ მე ჩვეულებრივად ვიხმართ 5 და 50 ღირს ეს კოლი. და ბრინჯი არ ვიყიდე, მაღაზიაში ვიყიდე ჩვენთან წონის. ვარი და 90-მდე მოუწია. მოკლედ, ეხლა ესენი კნავიან, ამათ რო არ ვაჭამო რამე. მომკლავენ, შემჭამენ. ხო და ამიტომ ხო გუშინ ვიყიდე გუშინ ისეთი დაბლილი ვიყავი, არ მქონდა არაფრის თავი და მოკლედ გვიან მოვედი ჩემთან ვიყავ. გზაში ვიყიდე კიდე ცოტა ნიგოზი და ამას დავამატებ და ნუ რაღაცა გამოვა. გოზინაყი არ ვიცი, შეიძლება დედა მიწილად, სავიცი მოკლედ ცოტა ძვირი გამოვა, იმიტომ რომ ეგ კიდე ნიგოზი უნდა, კიდე თაფლი უნდა, ხო. ხო და ასე რომ ესენი, ანუ ხო, ქათამი მოვიტანე გუშინ, ის ქათამი ვანდამ რომ გვაჩუქა, კაი დიდი ქათამია გაჩვენეთ, მოიწოდეთ ეს მოვიხსნა, თორე დავდივარი მისავით. დავკიდებ. ამათაც ვაჭამოთ, თორე არ მაპატიებენ. ამათ ახლა ეს სოსის გავუყო. ახლა ამათ ესე ბევრი რო ვაჭამო, სადა მაქვს ამას საშუალება. Так. Ага, еще. Всё. ცოტა ხანი მაცალეთ ახლა. ხო და ახლა გაჩვენებთ ქათამს. აი, დიდია. ой. აი ესეთი კოდას ქათამი. მოკლედ ვანდამითა ბანჯგულიანიო და მე ჯერ ვერ დავინახე და რომ გავალღობ ვნახავ. მოკლედ დღეს მომიწევს ამის გალღობა, რომ უკვე დავიწყო გამზადება ხვალისთვის. და კიდე დღეს არ შეიძლება რომ გავაკეთო, მოკლედ მინდა რომ ხვალ უფრო დაწყნარებული ვიყო, იმიტომ რომ 31-ში ყოველთვის ყოველ წელს რაღაც საგიჟეთი მაქვს ხოლმე და პრინციპში შარშან რომ მუშაობდი, ხო, ჩვენ ხო დასვენება არ გქონდა არც დღესასწაულებზე და საერთოდ არ გქონდა არანაირი დასვენება. კვირაში ერთი დღის გარდა და
მაშინ ერთი დღით ადრე მომწია ხო გაკეთება. ისე ყოველთვის 31-ში დილიდან ვიწყებდი ხოლმე ყველაფრის კეთებას. როცა ერთად ვცხოვრობდით ჩემებთანაც, ესე იყო ხოლმე. და ეხლა დედაც აკეთებდა, მაგრამ ბოლო ხანებში უფრო მე ვაკეთებდი ხოლმე ყველაფერს. მოკლედ ეს ქათამი და ეხლა ესეთი რაღაცა გადავწყვიტე და ეს მაშინდელი შენახული ეს ბიბილოს ქათამი. მოკლედ რომელიმე ქათამს ღუმელში, ასე ვთქვათ, შევწავ, გამოვაცხობთ როგორც ქვია, როგორც ამერიკელები ინდაურს აკეთებენ. და მეორე საცივში. ხო, თუ ეხლა პატარა ქათამს გავაკეთებ საცივში, მაშინ შეიძლება 1-2 ბარკალიც დავამატო. არ ვიცი, ვნახოთ. ხა, უბრალოდ იმიტომ კი არა რაღაცა ეხლა სტუმრები, მარტო მაგიტო სტუმრებიც აღარ ჭამენ ყველაფერ ამას, იმიტომ თვითონაც ისე არიან ხოლმე რა, ანუ რა ვიცი, ჩემი გამოცდილებიდან როცა სტუმარი მოსულა, აი ახალი წლის დღეებში, ხო იცით, ყველას აქვს ეს და აღარ უნდათ. შეიძლება გასინჯონ ახლა ცოტა რაღაცა და ხო, მაგასო თავი დავანებოთ, მოკლედ რამოდენიმე დღე გვაქვს ხოლმე რა და იყოს რა. ხო, ოლივიესთვის ეს მაიონეზი, გაროხი, ეს კარტოფილი, სტაფილოც მაქვს, მოკლედ მჟავე კიტრიც ავიღე გაჩვენებთ ახლა მჟავე კიტრის, ესეთი რა ქვია, წონით ავიღე, 3 ლარის იყოთ რაღაცა. მოკლედ გემრიელიც არის და თან კიდე იქ ბაზარში რომ მეყიდა, ესეთში რა ვიცი, ძალიან ძვირი დამიშნებოდა აი ამდენი. ხო და ესე ვარჩი ჩვენთან ყოველთვის არა აქვს ხოლმე. ხო ცოტა პატარა ესეთი ნაჭერი ხალადეციც ამოვაყოლე ახალი წლისთვის იყოს ესეც. ხო, სტაფილო ისინი მაქვს ჯერჯერობით, ხო, ტოლმის მასალაც არის. და ეხლა ხო ოლივიეს მასალაც და ტკბილეულიდან ხო ვანდამ გუშინ მაჩუქა. ესა ესეთი მილკა და ეს ბარამბოსია ხო, ეს ბარამბოს, ეს ბრაუნი. მოკლედ 3 ცალი ქონდა ესეთი, ოღონდ ეს ყავისფერები ქონდა 2 და მეც ეს მომეწონა, ანუ შეფუთვითაც უფრო რაც საახალწლო ისა აქვს რა. ხო და გემო მაინტერესებს და მეთქი გაგაცინჯებ აუცილებლად სულ არ შევჭამთ თქო და მოკლედ ესე ტკბილეული. ახლა ესეთი ღვინა ვნახე ახლა იმაში კარფურში, შამპანური იყო კარფასში, ფასდაკლება არის. და არ ვიცი ვნახოთ რა სიმბოლურად, თორე ახლა მე რო ეგ მივირთვა, არ ვიცი, მე თავბეწვი მაწყევლინებს ჩემ გუჯდათლავის გადამკიდე. ხო, ლიმონადს ჩვენ მაღაზიაში ვიყიდი, ან ერთ ბოთლ კოკაკოლას, არ ვიცი რა, მოკლედ გადავწყვიტავთ. ხო, რა დამრჩა ახლა გასაკეთებელი, გაზი მაქვს დასატენი, იმიტომ რომ გაზის გარეშე ამ ყველაფერს ვერ გავაკეთებ უკვე. აი, სულ ზღაფავს რა, მოკლედ აი ბოლო ისა. თან აქამდე რატო არ დავტენე, იმიტომ რომ მაინც ახლა ამას გამოუშვებდნენ და დაიხარჯებოდა უბრალოდ და იყოს ბოლომდე. ხო, დიდი ბალონის დატენა მინდოდა, მაგრამ ძვირი სიამოვნება ჯდება. მოკლედ ერთი მინიმუმ 25 ლარი მაინც უნდა იმ დიდ ბალონს და ახლა 10 ლარის გულისთვის ამხელა ბალონი ვათრიო იქით შორს კი არ არის, მაგრამ მე და სუსო ერთით ერთხელ მოვკიდეთ ხელი, ერთხელ ნიკა მოგვეხმარა თავისი მოპედით წაიღო და წამოიღო და მოკლედ ახლა ესეა. ვერც შევაწუხებ, ახლა იმდენი საქმეები აქვს იქაც და ხო, ესეთი ამბები, კიდე რა.
ხო ის ხილი არ მიყიდია ჯერ ხილი მაქვს აყიდული ბევრი არაფერი არ გვინდა ეხლა ვაშლს ყიდულობდი ხოლმე 20 ვაშლი და მანდარინი ეხლა ვაშლი კი ოჯახში უნდა იყოს მაგრამ სუფრაზე რომ ვაწყობ არა არ სოსო კიდებს ხელს ხოლმე არც მე და უფრო ასე ვთქვათ რომ გადის ესეთი არის მანდარინი კიდე შეიძლება და კივი ან პორტოხალი მოკლედ აი ესეთი რაღაცა და კამფეტები მაქვს საყიდელი კიდე ხო კამფეტები მანდარინი და ხო ის სიამ ჩამოვწერე იმაში მობილურში ეს ნოტპადში და ისე იმაშობოდი იმიტომ რომ შედიხარ მაღაზიაში იბდები ირევი და რა ვიცი მე 1000 იმას მიედმოედები თან ჩემ თავს ვეუბნებოდი არ გაბედო არაფერს სხვას არ შეხედო რაც გაქვს სიაში მხოლოდ იმას მიყევი იმიტომ რომ ესეთი ოხერია რა ესე უცოდ თვალი გაგეპარება და მე რაღაცაზე არ გეყოფა ხო ეხლა რაც თავარია ესენი გავყვეს ამას უკვე დავიწყებ ამის გაკეთებას კაი იქნებოდა ეხლა სამი რაო თუნდაც 2 კამფორის გამოყენება ეხლა კომბოსტას ცალკე მოვთქავდი რაღაცას მოსახარშად ცალკე რაღაცას დავადგავდი მაგრამ ერთზე მომიწევს და შეიძლება დღეს და ხვალაც გადავანაწილა ხო რაც შეეხება სახლს მაგას ალბათ უფრო საღამოს გვიან საღამოს მას ვიზამ კიდე მივხედავ იატაკსაც გამოუწმინდავ მტრებამდე ვერ მივედი ჯერ, იმიტომ რომ გუშინ ჩემთან ვიყავი. მოკლედ რაღაცა წნევა მომიწია. მქონდა ასე რა ვიცი, რამდენად მართალია ის მაგათი წნევის აპარატი 155 თუ რაღაც 150-მდე და გულის იყო 104 თუ 105 რაღაც ეგრე. ხო და მეთქი არ არის ეს სწორი მეთქი არა და თავს მართლა ვერ ვგრძნობდი კარგად. მოკლედ ამ ბოლო ხანებში ძალიან მიმაჩვია თავი რა ამ წნევებმა ფიქრობ უფრო ამ კუჭის პრობლემების გამო და თან წონა კი ახლა ვცდილობ ცოტა რაღაცებს ვარჯიშობ მაგრამ არც დატვირთვა არ შეიძლება ძალიან მოკლედ აი ესეთი ამბებია რა ხო და ნუ მუშაობა როგორ არ მინდა ძალიანაც მინდა უნდა აუცილებლად იანვრიდან ანუ დავიწყო, მაგრამ თან იმასაც ვფიქრობ, რომ გონივრულად უნდა მოვიქცე, რომ რაღაცა შარში არ გავყო თავი, იმიტომ რომ თუ კი თავს გავწირავ და ჯანმრთელობას დავინგრევ, მასე არც ის ფული შეგვერგება, მოკლედ ბავშვიც უპატრონო დარჩება და 1000 პრობლემა იქნება, ხო და. მოკლედ ახლა ამებს დროებით შევდეთ მაცივარში. და ის ფარში იყოს სადადო ფარში იყოს ესენი აქ იყოს და აი ეს მეგობრებო ძნელია როცა არავინ არ გიხმარება კაი იქნებოდა შვილი გოგო რომ ყოლოდა ცოტა რაღაცაზე შემეშველებოდა ალბათ რა ვიცი მე ესე მგონია რომ ბავშვები პატარები სანამ არიან დედა უბრალოდ სჭირდებათ კი უყვართ მაგრამ რაღაცა თავისებური ის არის რა სჭირდებათ რა იმიტომ რომ უსუსურები არიან ჯერ დამოუკიდებლები არ არიან და დამოკიდებული არიან დედებზე და მე უკვე რო იზრდებიან უკვე ნაკლებად ახსენდებათ, იმიტომ რომ საკუთარ ცხოვრებაში არიან ჩაფლულები. ხო და ასე რომ სინამდვილეში ყველაფერი ეს არის ილუზია. ადამიანებმა პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. თურმე მე კიდე ძალიან თავგამოდებული რომ ვიყავი და აი სიგიჟემდე რომ რა ვიცი გადარეული დედა ესე არ შეიძლება თურმე იმიტომ რომ რაც არ უნდა ენერგია დახარჯო, რაც არ უნდა აკეთო შვილებისთვის, ხო, ისინი მაინც თავისთავისთვის იფიქრებენ საბოლოოდ და თავიანთი ოჯახებისთვის და
ეს კი არა შეიძლება ისე მოხდეს და აქეთ კიდე შენი დახმარება დასჭირდეს და ასე რომ ცოტა იყოს დასაფიქრებელია რაღაცებზე და უნდა პირველად საკუთარ თავს უნდა ზეთ პატივი და უნდა საკუთარი თავი დააფასოთ და მე უკვე დანარჩენი, იმიტომ რომ მაინც არ ფასდება რა, მე როგორც ვაკვირდები არ ფასდება და მარტო მე ჩემი გამოცდილებიდან კი არა, სხვებსაც ვუყურებ, ყველა თავის თავზე ფიქრობს შვილები და ესეც არის რა ბუნება ესე რა მოკლედ ადამიანები ფიქრობენ საკუთარ თავზე დედების გარდა მე მგონი თან რა თქმა უნდა ეხლა ყველა დედას არ ეხება ეგ ეხლა არიან ისეთი დედებიც ალბათ ცივსისხლიანი და საერთოდ ну შვილების მიმართ ძალიან ისე რო არ არიან რა თავგადაყოლები ხო ну მოკლედ ალბათ უფრო ჭკვიანები არიან მაგ კუთხით და ისეთი დედები რომლებიც მართლა ყველაფერს ტყავიდან ძრებიან შვილების გამო აი მართლა საბრალონი არიან იმიტომ რომ მე გვიან ხვდებიან მაგრამ ჯობია არა გვიან მაგ დროს არა თორთელი ახალგაზრდა გაივლის და всё უკვე რა მე ვფიქრობ რაღა ცხოვრება ну არა ცხოვრება ყოველთვის სასიამოვნოა თავისთავად, მაგრამ იქ ახლა 40 წლის ზემოთ იქ რაღაცა პრობლემები იჩენს თავს, ავადმყოფობა იქნება თუ რაღაცა ჯანმრთელობის მხრივ. Ну, მოკლედ, საკუთარ თავზე იფიქრეთ პირველ რიგში და მერე სხვა დანარჩენზე. მამა ჩემი იძახდა ხოლმე ჯერ თავ და თავ, მერე ცოლო და შვილო თუ როგორღაც იყო რა, ესე ამბობდა. პრინციპში მართალია. არ ვიცი რამდენად ახერხებდა მამა ჩემი მაგას, მაგრამ ესე საკუთარ თავს ჩვენ თუ არ ვეცით პატივი, არავინ არ გვცემს პატივს და აი ესე თავგადაკლულობით და თავგამოდებით არაფერ კარგს არ მივაღწევთ, გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობას შევირყევთ, დავინგრევთ და საბოლოოდ რაღაცა ცოტა დრო დაგიტირებენ და მერე всё. აღარც ემახსოვრები 1000 ერთხელ გაახსენდები. იმიტომ რომ ცხოვრებაში იმდენი ის არის აფიქრალი, რომ შენთვის ვიღას ეცლება, გინდაც ახლა რა აზრი აქვს თუნდაც, რომ გინდაც ახსოვდე, როცა აღარ იქნები. მოკლედ ძალიან ისეთი თემას შევეხე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის თქმა მინდა, რომ ადამიანებმა ახლა ეგოისტი არ უნდა იყოს, მაგრამ საკუთარ თავს უნდა სეპატივი და საკუთარი ჯანმრთელობა, ენერგია და რაღაცა უნდა დააბალანსო და პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა მიხედო თურმე. ხო, მე ახლა ვუკვირდები, რა ვიცი, რაც წლები გადიოდა, ახლა ნიკაც კი მეჩვევებოდა, რომ შენთვის იყიდე რაღაცა, შენთვის იყიდე. მე კიდე არა, გიჟივით, არა ჯერ შვილებს, ჯერ იმას, ამას და ბოლოში მოვიტოვებდი ჩემ თავს და ჩემთვის აღარც რჩებოდა ხოლმე, რომ რაღაცა ჩემთვის შემეძინა. მოკლედ, აი ესე, იმიტომ არც ტანსაცმელი მაქვს, არც ფეხსაცმელი მაქვს, არაფერი არ მაქვს. ну მე ვიძახი ახლა გაგებით რა როგორც ქალი უნდა უვლიდეს საკუთარ თავს ესეთი რაღაცა არა მაქვს იმიტომ რომ სულ ფიქრობდი ესე და იმდენი ისიც არ მქონდა საშუალება რომ ყველაფერი ერთ ფაშად მომეგვარები და მოკლედ ხა წუწუნი რო არ გამომივიდეს ну ფაქტი ესეთია რა თან ძირითადად რო უკვირდები უფრო ქალებს აქვთ ეს პრობლემა რა ანუ დედებს რა, რომლებიც გადაყოლილები არიან შვილებს და თავისთვის არ ცხოვრობენ რა. და საბოლოოდ მერე უკვე რომ მარტო რჩებიან, ანუ მარტო იმ გაგებით, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში რო უკვე შვილებს თავიანთი ოჯახები აქვთ ესა და რაღაც და აი უსარგებლობის შეგრძნება, იმიტომ რომ სხვა თითქოს მეტი არაფერი არ იცის დედამ გარდა შვილების მოვლა პატრონობის და ზრუნვის და ეს არის თავი და თავი ყველაფერის. ხო და ჩვენ გვავიწყდება რომ ამის გარდა კიდე არსებობს ის რომ შეთვისაც უნდა იცხოვრო ადამიანმა. კარგით, ახლა მე ყავა დამჭა და სალები კიდე იმას მივხედავ და ალბათ გვიან საღამოს კიდე იქნება ვიდეო ვფიქრობ რა ვიცი დავიწყებთ ამ გაკეთებას და შეიძლება ცოტა ჩაგაჭყიტოთ კიდევაც რას ვაკეთებ როგორ ვაკეთებ ხო და ესეთი ამბები კარგით აბა დროებით